დღევანდელი რეჟიმი იყენებს ზუსტად იგივე მეთოდებს ფაქტიურად დახვრეტის გარდა, რასაც იყენებდა, თქვათ, საბჭოთა რეჟიმი. ქართულ სახელმწიფოს არანაირი რესურსი არ აქვს ასეთი მასობრივი რეპრესიების წარმოებისაგან, რომ ნახეთ ჩვენ, რომ 11 ადამიანი რომ დაიჭირეს, დილის 4 საათამდე ისხდნენ მოსამართლეები და განიხილავდნენ ამ საქმეებს. ანუ იჭედებიან, ხო, აი როგორც გაიჭედნენ, თქვათ, იგივე ჯარიმებში და ანუ ბევრი ფაქტორია, რაც ხელს უშლის მათ პროტესტის ჩახშობაში. აქამდე რატო არავინ არ იღებდა ხმას, იმიტომ რომ წყნარად ცხოვრობდნენ, ყველაფერი იყო, იქ ევროპაშიც დადიოდნენ, ანუ არ ემუქრებოდათ არაფერი. და დღეს აი ამ რაღაც გიჟურმა რბოლამ, აი ამ პროტესტის წინააღმდეგ და მერე უკვე შიგნით აი ამ დაჭერებმა, უკვე ადამიანებს შეუქმნათ რაღაცნაირად განცდა, რომ არც ისეთი მყარი არ არის ნიადაგი, რომელზეც ისინი დგანან. პირველი ამოცანა არის ამათი გატეხვა. ჩემთვის ესე არის, რომ ესენი გატყდნენ და მიხვდნენ, რომ საზოგადოებასთან ბრძოლა არ გასდით არანაირად.